Ყველა დღეებია საკონსულტაციო და ინგლისში, როგორც იტყვიან, ინგლისური ამინდებია მართლა მზე ნაკლებად არის და ამიტომაც ჩაის გამწარებლად ვსვამ. ზოგადად ასეთამდებში ძალიან მიყვარს ეს სასმელი. სანამ ჩემს პასკონტელას ეძინა, გადავწყვიტე რომ ცოტა გამესინა ეზოში, ეს ჩემი საყვარელი ადგილია და ვითომ მერვინა ამასობაში კი სირბულის დროს კოდარი მაჩვი შემოხდა, რაც მაინც და მაინც სასამოსანახავი არ იყო. ინგლისში ზოგადად მაყვარი თითქმის ყველგან ხარობს და თან ძალიან გემრიელია. ამასობაში გაიღვიძა მაქსიმემ, დილაობით უყვარს ხოლმე თავისი გართობა და ჩემთვის ეს რაღაცნაირად ცოტა შეღავათია, იმიტომ რომ დღის მეორე ნახევრიდან ფაქტობრივად სულად ჩემზეა ჩამოკიდებული. ვიღაცები ფიქრობენ რომ ეს სწორია, ვიღაცები არ არის, მაგრამ მეცთან ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი და მინდა რომ ეს პერიოდი მასთან ერთად ბოლომდე შევირგო. დილა საუზმე არ მიმართმევია, ამიტომაც პირდაპირ სადელზე გადავედი, რა თქმა უნდა ისე და ისე ომლეტი და ომლეტს ძალიან უხდება მოცარელა. ამ ბოლო დროს ტკბილით საკმაოდ მსიამოვნებს თავს ცოტა მშავ გრძნობ, მაგრამ ლაქტაციის დროს მოდი ვაპატიებ საკუთარ თავს ამ დანაშაულს. ამასობაში მოვიჭი საგრანტო პროექტზე მუშაობას, რომელმაც ჩემი წინა რამდენიმე დღე წაიღო სრულად და რაღაცნაირად ბევრად უფრო მეტად დავუშვიდდი. ამოვეწყვეთ და გავუყავით ქეითს, მდიოდა სხვა ქალაქში რაღაც საქმეზე და როგორც წესი მანქანაში როდესაც ის მაქსიმე იძინებს კარგად, ამიტომაც გადავწყვიტე რომ ეს შანსი გამომაყენებინა. აი ნახეთ როგორი ლამაზი არის ყველაფერი, აი ნებისმიერი სოფელი, ქალაქი რაღაცნაირად სხვანაირად არის მოვლილი. მოწესრიგებული არქიტექტურაც ულამაზესია. მას შემდეგ რაც მოშე თავის საქმეებს ქეითი ერთ-ერთ კაფეში დავსხედით, რომელსაც ასეთი მშვენიერი ბაღი ჰქონდა. ამ ბაღში კი შეგეძლო რომ ყვავილებიც გეყიდა. რაღაცები შეუკვეთეთ, მე ლატე დავლიე. პატარას კი კიდევ ერთხელ ჩაეძინა. აი მინდა გაჩვენოთ კაფე, სადაც დასაქმებულები არიან, ხანდაზმული ადამიანები და გარდა ამისა თითქმის ყველა სტუმარი ასევე ხანდაზმული იყო. მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში ვხედავდე კაფეებში მოჭუქჭუკე მეგობრებს, რომლებიც ასაკში არიან. ჩემ დედამთილმა გამოზიდა აქედან ყველა ყვავილი მე მგონი და ნანა უკვე დავიძარით სახლისკენ. მე აგატას კიდევ ერთი ახალი წელი დავიწყე. გზად გაახსენდა რომ მისი მეგობარი მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში და მიიყვანა რომ ეჩვენებინა და ასე მოვედით სახლში. მაქსიმე ცოტათი უკვე გადაღლილი იყო, ამიტომაც ჭამა ცოტა დაისვენა და ამის მერე დავურეკეთ ჯერ ნათლიას და მერე ბებიას და დეიდას. ამასობაში მე ცოტა მოვწესრიგდი და გადავწყვიტე გადამეღო ვიდეო, რომელშიც გიყვებით ჩემს გამოცდილებაზე კავკასიის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. კომენტარებიდან დავასკვენი, რომ ჩემზე უარეს სიტუაცია ძალიან ბევრს ქონია. მაქსიმუმ უკვე რამდენჯერ გაიღვიძა და ეძინა აღარ ვიცი, თუმცა აი აქ უკვე გემრიელად ჩაეძინა ჰაერზე ესე ჩვენი ბატკნები და მეც უკვე მე რამდენი ჩაიდავლია აღარ ვიცი. მოსიერის უსაყვარლესი ძაღლიკი. გადავინაცვლეთ სახლში და ეძინეს ძაღლიკოებმაც. ცოტა წავიმუშაო და დღე ჩვეულებისამებრ დავასრულე.